ამით მოამბის მთავარი გამოშვება დასრულებულია. ეთერს კი მაკა ცინცაძე სტუმრებთან ერთად განაგრძობს. მაკა საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობისა, მე მაკა ცინცაძე ვარ. თქვენ უყურებთ მოამბის საგანგებო ეთერს. საპროტესტო აქცია გრძელდება, მოთხოვნა უცვლელი ახალი არჩევნები და დაკავებულთა გათავისუფლება. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს მართავს. მმართველი გუნდი კი ახალი წესით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. მოამბე განაგრძობს, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგანგებო ეთერში მუშაობას და აქტუალურ თემებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. უნდა მოგვიერთდეს აქტივისტი პლატფორმა სალომის წევრი აიჰან გასანოვი. მოგვიანებით კი უკვე საუბარს განვაგრძობთ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან. ბატონო აიჰან, საღამო მშვიდობისა. ბატონო აიჰან, თქვენ აქტიურად მონაწილეობთ აქციებში. პირველ რიგში რას აპროტესტებთ, რომ გითხრათ და რა განაპირობა თქვენი უკმაყოფილება, როგორია თქვენი მთავარი მოთხოვნა გისმენთ? გიბატონო, პირველ რიგში მივასალმები თქვენს მაყურებლებს. როგორც აღნიშნულ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობებიც პირველივე დღიდან არის ჩართული საპროტესტო აქციებში და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც მათ შორის დღეს იყო მარში, რომლებიც საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ერთად გამართეს მარში. შესაბამისად ეთნიკური უმცირესობები აღნიშნული პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინიც არიან ისტორიის სწორ მხარეზე და რუსთაველზე ყოველდღე აპროტესტებენ ის უსამართლობას, რასაც დღეს ასე ვთქვათ არის საქართველოში. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც, მათ შორის ჩვენ, ყოველდღე ვაპროტესტებს იმ არსებულ რეალობას, რასაც დღეს არის ასე ვთქვათ დღეს დგას აქტუალურ დღეს ეს რიგში, ეს არის გაღალბებული არჩევნები, ეს არის კონსტიტუციური ჩარჩოდან გამოსული, ასე ვთქვათ, არალეგიტიმური ხელისუფლება, ამავდროულად უკანონოდ და არასამართლიანად აპატიმრებული აქციის მონაწილეები, ნაწამი აქციის მონაწილეები და ჩვენი გვაქვს, ასე ვთქვათ, სამართლიანი მოთხოვნები აღნიშნული პროცესებთან დაკავშირებით. როგორც იცით, თითქმის არჩევნების დღიდან, ასე ვთქვათ, შედეგების გამოცხადებიდან მათ შორის დღემდე არ მოყვა საქართველოში ჩადერებული არჩევნების მხარდაჭერა და არავინ თითქმის არ ცნობს აღნიშნული არჩევნების ლეგიტიმაციას, მათ შორის ეოთეიტრის დასკვნით, მათ შორის აირაის, ასე ვთქვათ, დასკვნებით, რომლებიც საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ და შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული დასკვნები თითქმის საქართველოს ისტორიაში ყველაზე კრიტიკული დასკვნაც კი შეიძლება ითქვას. და შესაბამისად, ერთადერთი პოზიტიური გამოთქმა არჩევნებთან დაკავშირებით იყო ძალიან, ასე ვთქვათ, მიცირე კონკრეტულ დეტალებზე ორიენტირებული და თითეული პოზიტიური შეფასება მოყვებოდა სიტყვა თუმცა და ფაქტობრივად ეს იყო იმდენად უმნიშვნელოვანე დეტალი, რომლებიც საბოლოო ჯამში მთლიანი, ასე ვთქვათ, დასკვნის წაკითხვისას რჩებოდა და ასე ვთქვათ, ერთმნიშვნელოვნად გვეუბნებოდა, რომ მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პრინციპები საქართველოს, ასე ვთქვათ, დარღვეული არჩევნებთან დაკავშირებით და საქართველოში არჩევნები ჩატარებულა კონსტიტუციის მნიშვნელოვანი და კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევით. აღნიშნულ დასკვნებიდან ირკვევა ამავდროულად ის, რომ 5 მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პრინციპიდან 3 არის დარღვეული. ეს აპრიორი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში, ასე ვთქვათ, ერთადერთი აღნიშნული კრიზისიდან გამოსვლის გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა. ხაზგასმ იმას, რომ არ არის გარეშე არჩევნების, არა ახალი არჩევნების. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დღეს არჩევნების ლეგიტიმაცია არის კითხვის ნიშნის ქვეშ. და შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებიც ვაპროტესტებთ იმ სამართლიან მოთხოვნას, რასაც ყველა საქართველოს მოქალაქე, რომლებიც დაუყლავად, ასე ვთქვათ, იმყოფება თუნდაც დღესაც და ამ წუთასაც რუსთაველის გამზირზე და აცხადებენ და ამავდროულად აჟღერებენ თავის სამართლიან მოთხოვნას. ამავდროულად
დაწყებული, ასე ვთქვათ, აღნიშნული განცხადებიდან, რომლებიც ფაქტობრივად არის, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსვლა, რომლებიც მოლაპარაკების დაწყებაზე უარის თქმა, დამავდროულად აღნიშნული პროცესის შეჩერება და რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, უყურადღებად ვერ დავტოვებთ მანამდე არსებული პროცესები, თუმცა 28 ნოემბრიდან დაწყებული უკვე საპროტესტო აქციები, რომლებიც დღემდე გრძელდება და აღნიშნულ პროცესში ნაწამი ადამიანები, მათ შორის, ასე ვთქვათ, აღნიშნული პროცესების ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებიც, ასე ვთქვათ, მიანიშნებს იმაზე, რომ მაგ დროს დაკავებულების მიმართ გამოყენებული საპოლიციო ძალები, გამოყენებული ზომები ფაქტობრივად იყო სადამსჯელო ხასიათის და ამავდროულად აღნიშნული ნაბიჯები იყო მათ მიმართ, ასე ვთქვათ, იმის შექმნის მცდელობა, რომ აღნიშნული ბირები, რა თქმა უნდა, მერე აღარ დაბრუნებული იყო არჩევნებზე, პროტესტებზე. და შესაბამისად, თითქმის დაკავებულების ძალიან დიდი უმრავლესობის მიმართ გამოყენებული იქნა ყველაზე მიწიმე სახე ადმინისტრაციული პატიმრობა, თითქმის უკულებელყოფილი იყო ყველა, ასე ვთქვათ, სამართლებრივი პრინციპები, მათ შორის ყველა სახის სამართლებრივი არგუმენტაცია სასამართლო პროცესებში და ასე ვთქვათ, მხოლოდ სამართლებრივი პროცესები ხასიათდება და ერთგვარი ნოტარიუსის ფუნქციით და ყველას ასე მიმართ გამოყენებელი იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა ზოგის 4 დღის, ზოგი 12 დღის, ზოგი ბატონო აიჰან, თქვენ ბრძანდებით იურისტი. დიახ. ამის გათვალისწინებით მაინტერესებს თქვენი პოზიცია ორბელიანების სასახლეში. სალომე ზურაბიშვილი ხვდება ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. იგეგმება გარკვეული საბჭოს შექმნა და ამავდროულად გარკვეული დოკუმენტი შექმნა, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს თუ როგორ აპირობებში ჩატარდება ახალი არჩევნები. თქვენგან როგორც იურისტისგან მაინტერესებს ამ შემთხვევაში რამდენად ექნება მსგავს დოკუმენტს იურიდიული ძალა ერთის მხრივ და ხომ არ იქნება წინააღმდეგობაში მსგავსი დოკუმენტი კონსტიტუციასთან, მოქმედ კონსტიტუციასთან. რა თქმა უნდა, აღნიშნული შეფასება არა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში, ამავდროულად უნდა შეფასდეს პოლიტიკური კონტექსტშიც, იმიტომ რომ აღნიშნულ დოკუმენტი იქნება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ამავდროულად იქნება პოლიტიკური დოკუმენტიც. შესაბამისად, დღეს საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, ესაც არის ქალბატონო სალომე. შესაბამისად, არ აღიარებული და კონსტიტუციური პრინციპების დარღვევით ჩადარებული არჩევნების ფონზე არაკონსტიტუციურად შეკრებული პარლამენტი, რომლებიც ამავდროულად არაკონსტიტუციურად აირჩიეს პრეზიდენტი და შესაბამისად დღეს საქართველოში არ არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება. შესაბამისად, მათი შეკრება, რა თქმა უნდა, დეტალები ჩემთვის უცნობია და მათი დეტალების გარკვევის გარეშე სამართლებრივი შეფასება იქნება, ასე ვთქვათ, რთული, იმ დროს შინაარსი არ არის ჩემთვის ცნობილი თუ კონკრეტულად რა პუნქტები იქნება და რა მოთხოვნები იქნება აღნიშნული დოკუმენტაციაში ასახული, თუმცა დღეს სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ხალხის მიერ არჩეული და ლეგიტიმური პრეზიდენტი და ძალიან, ასე ვთქვათ, როგორც კონსტიტუციური არბიტრი, საქართველოს პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, აქვს უფლებამოსილება შეხვდეს ოპოზიციური პარტიებთან და გამართოს სხვადასხვა შეხვედრები და მათ შორის მოამზადოს როგორც სამართლებრივი, მათ შორის პოლიტიკური დოკუმენტაცია. თუმცა შინაარსი რა არის და რა პუნქტებს შეიცავს აღნიშნული დოკუმენტაცია ჩემთვის ცნობია. თუმცა ხაზი გავუსვამ იმას, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ხელახალი არჩევნების ჩადარების აქვს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური საფუძვლები, აქედან გამომდინარე ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოთხოვნა არის, ასე ვთქვათ, კონსტიტუციის შესაბამისი და შესაბამისად ჩვენი კონსტიტუციის და მისი არქიტექტურიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, არსებობს ახალი არჩევნების დანიშვნის სრული საფუძველი.
გასაგებია თქვენი პოზიცია, ბატონო აიხანა, ასევე საინტერესო არის 29 დეკემბერი ინაუგურაციის დღე, რომლის შემდეგაც წესი და რიგით სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის მიხედვით გულისხმობ, რა თქმა უნდა დატოვოს ორბელიანების სასახლე. არის მოსაზრება ერთგვარი, მაგალითად ანადოლიძე ამბობს, რომ ფიზიკური თანადგომა და სასახლიდან არ გასვლა ეს იქნება სწორი და მზად არის როგორც ჩანს ქალბატონი ანადოლიძე, რომ ფიზიკური თანადგომა გაუწიოს სალომე ზურაბიშვილს. დაიცვას ის ფიზიკურად და არ გავიდეს სასახლიდან, ეს არის ერთგვარი მოწოდება. არსებობს სხვა პოზიციაც, მაგალითად გიორგი გახარიას მომხრეებიც ავარაუდო და გახარიას გუნდის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ რადიკალური ზომების მომხრენი ისინი არ არიან. როგორც ჩანს, იგივე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ერთგვარი უთანხმოება თუ არა, ამ ეტაპზე ერთიანი ხედვა როგორც ასეთი არ არსებობს ოპოზიციაშიც. საინტერესოა თქვენი პოზიცია როგორი არის, როგორ უნდა იმოქმედოს სალომე ზურაბიშვილმა 29 დეკემბრის შემდეგ. აღნიშნულ საკითხი ამავდროულად უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოში და მას შორის მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რას აპირებენ და როგორი პოზიცია აქვს, ასე ვთქვათ, ეს ჩემს კომპეტენციას ცდება აღნიშნულ საკითხის შევაფასო მათი, ასე ვთქვათ, ხედვები და მათი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მოცემულობაში საკითხი დღეს ასე საქართველოს ასე ვთქვათ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ აირჩია ახალი პრეზიდენტი, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში შესაბამისად იგივე სამართლებრივი ლოგიკის მიხედვით არის არალეგიტიმური. შესაბამისად კონსტიტუციური ლოგიკიდან გამომდინარე არ არსებობს არც ახალი ფიცის სტადების ცერემონიის კონსტიტუციური საფუძველი. და შესაბამისად აქ დგას საკითხი, რომელი კონსტიტუციური ასე ვთქვათ როგორ აფასებ აღნიშნულ საკითხი, ხო? ძალიან მარტივია კონსტიტუციური ლოგიკა, მიუხედავად იმისა, რომ 1000-ნაირი ინტერპრეტაციას მისცა კონსტიტუციას, კონსტიტუცია ამბობს ერთ რაღაცას და ეს ამბობს ძალიან მარტივად. თუ არჩევნების ლეგიტიმაცია და ხელისუფლების წყარო, როგორც არის ეს ხალხი, ხელისუფლების წყაროს ლეგიტიმაცია, რომლებიც გადაცემული უნდა იყოს არჩევნების გზით და სათანადო წესით არის ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის როგორც ისეთი გასაჩივრებული იყო ეს საქართველოს საკონსტიტუციო სამართლოში და არ დაელოდეს და შეიკრიბეს არაკონსტიტუციურად უფლებამოსილება იქნა ცნობილი არაკონსტიტუციურად და შესაბამისად დღეს პარლამენტში ვინც ის როგორც ასე ვთქვათ დეპუტატის მანდატი შესაბამისად მათი მანდატიც არის თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რომ არ დააკმაყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გადაწყვეტილება, სანამ შეიგრიბეს, მათთვის უცნობი იყო ეს გადაწყვეტილებაც, მათ შორის საკონსტიტუციო სამართლის გადაწყვეტილება, რომ მიიღებდა თუ არა აღნიშნულ სარჩელე წარმოებაში. მინიმუმ არა ევალებოდა ჩვენ კონსტიტუციიდან გამომდინარე, რომ უნდა დაელოდა საქართველოს საკონსტიტუციო სამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თუ მიიღებდა თუ არა წარმოებაში. შესაბამისად იმ მომენტისთვის არ იყო ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის პოზიცია და შესაბამისად მიუხედავად ამისა შეიკრიბა და ცნოს უფლებამოსილება. იმ შემთხვევაში მაგალითად საქართველოს საკონსტიტუციო სამართლომ თუ მიიღებდა წარმოებაში და განიხილებდა საჩეს, მაგ შემთხვევაში რა ხდება? ამ მოცემულებაში უარი რომ თქვა და არ მიიღო წარმოებაში, მაშინ გამოდის რომ იგივე შედეგამდე იგივე შედეგი იქნებოდა ფაქტობრივად სახეზე, ხო? თუ წარმოებაშიც მიიღებდა. შესაბამისად, აქ მნიშვნელოვანი სამართლებრივი ასპექტი არის არა ის, რომ წარმოებაში მიიღო თუ არა საკონსტიტუციო სამართლომ, არამედ არის ის, რომ სანამ ასე ვთქვათ პოზიცია ჩვენთვის იქნებოდა ცნობილი, მანამდე შეიკრიბა და მოხდა უფლებამოსილების ცნობა. და შესაბამისად, მათი მანდატიც როგორც მთლიანად ასე ვთქვათ ხელისუფლების ამ შემთხვევაში ლეგიტიმაცია არის კითხვის ნიშნის ქვეშ და აღნიშნული მოცემულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ნაბიჯი მათ შორის იქიდან მოყოლებული ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი არის კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ხელისუფლების ლეგიტიმაცია არის კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად ერთადერთი რასაც არის სწორი და კონსტიტუცია ამ შემთხვევაში ქადაგებს და გვეუბნება რომლებიც უნდა გაკეთდეს არის ის რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები
და ასე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებაც შესაბამისად უნდა დაბრუნდეს კონსტიტუციური ჩარჩოებში. და აღნიშნულ მოცემულობიდან გამომდინარე, რახან არ არსებობს სახაზო ლეგიტიმური ხელისუფლება, შესაბამისად არც არსებობს ახალი ფიცის დადების კონსტიტუციური საფუძველი. და სანამ იქნება აღნიშნული საფუძველი, მანამდე საქართველოს დღევანდელი თუმცა პრეზიდენტი ბატონო აიჰან, თუ კი კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს ახალი არჩევნების დანიშვნის, ამაზე ფაქტია რომ ვერ თანხმდებიან, შიგნითაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სხვადასხვა პოზიციები გაჟღერდა მათ შორის დღესაც ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან. მე არ ვეთანხმები ამას, რომ არ არსებობს ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ახალი არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციური საფუძველი. კონსტიტუციაში კონსტიტუცია არ არის სამოქალაქო ან ადმინისტრაციული კოდექსი, რომ ყველაფერი სიტყვით დაიწეროს. კონსტიტუციის მათ შორის ადამიანის თავისუფლების თან დაკავშირებული მუხლის შესაძლო იყოს ერთი წინადადება. კონსტიტუცია უნდა იყოს წაკითხული მთლიანი სტრუქტურის და ლოგიკური ჩარჩოს განმავლობაში. თუ არჩევნები, ანუ კონსტიტუცია ამბობს, რომ ხელისუფლება ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს წყაროს მიერ ხელისუფლება გადაცემული უნდა იყოს არჩევნების გზით. თუ არჩევნების ლეგიტიმაცია არის კითხვის ნიშნის ქვეშ, ან ფაქტობრივად არ არის არჩევნები ჩადერებული და არ არის აღიარებული, შესაბამისად სახაზე არ არსებობს არჩევნები და ეს თავისთავად, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაციას აღენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, მე არ ვეთანხმები, რომ ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე არ არსებობს ახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი და ჩვენ სიტყვით განმარტება არ უნდა მივცეთ კონსტიტუცია. კონსტიტუცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი, ეს არის პოლიტიკური დოკუმენტი, ეკონომიკური, კულტურულიც და მათ შორის კრებულებითი და შესაბამისად უნდა იქნოს წაკითხული კომპლექსურად და ერთმანეთთან დაკავშირებული და უნდა იყოს გათვალისწინებული მთლიანად კონსტიტუციის არქიტექტურა. კარგით, გასაგებია თქვენი პოზიცია. აიჰან გასანოვი საუბრობდა და გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში აქტივისტი, იურისტი პლატფორმა სალამის წევრი.